დილამშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ უჩვეულო დროს ვთავ ვიდეო ლაივს და უბრალოდ მინდა გამოვეხმაურო, აი ხო გუშინ დიდი კოცობა ჩატარდა თბილისში და კალაძე დაამტკიცეს ისევე თბილისის მერად და აი ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ცოტა ხანი გესაუბროთ და სამწუხარო დიაგნოზი მაქვს მე ქართული საზოგადოებისთვის ძალიან სამწუხარო დიაგნოზი მაქვს დიდი ხანია მაქვს ეს დიაგნოზი დასმული, მაგრამ თან უფრო და უფრო წმუნდები ამ ყველაფერში, რომ სამწუხაროდ მართალი ვარ. სამწუხაროდ, თუნდაც ჩემი თავისთვის სამწუხაროდ, იმიტომ რომ შენი ქვეყნის ამ მდგომარეობაში ყოფნა და ყურება რა სიკეთეს უნდა გაძლევდეს, მაგრამ როცა არ უნდა ამ ხალხს გამოფხიზლება და როცა ამ ხალხს არ უნდა აზრზე მოსვლა, იქ ვერაფერს ვერ შეცვლი. ერმა გამარჯვება თუ არ მოინდომა და ბრძოლა თუ არ მოინდომა, იმას მაკედონელიც ვერ გაამარჯვებიებს და არის ალბათ ეს სასჯელი ამ ძიმედროებაში და უნდა ვიჯდეთ და უყუროთ და მერთო გაგვაძლევიე და აგვატანიე ის რისი შეცვლაც ამ ეტაპზე არ შეგვიძლია რა. ახლა რას გულისხმობ ამ ყველაფერში? პირველ რიგში მინდა უთხრა ხალხს, რომ გასაგებია რომ ივანიშვილი ნაგავია, კოცები ნაგვები არიან, ნაცები ნაგვები არიან, აი ეს ყველანა ერთი ნაგავი არის ამ პოლიტიკურ ველზე. და სამწუხაროდ აი ამ 256 პარტიაში და ამ პოლიტიკურ ბატალიებში, ასე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში, ბატალიებში, რა თქმა უნდა, ჩართულ ადამიანებში მე პირადად არ ვიცნობ, ვერ ვხედავ, არ ჩანს ისეთი ან გაერთიანება, ან ლიდერი, რომლისთვისაც აი ვისაც პარტიები აქვს და ვისაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება უნდა, რომ რაიმე, აი უბრალოდ აქ საქმე არ არის, რომ რაღაცა ან გენიოსიც იყოს, პატრიოტიც იყოს, პირველ რიგში პატრიოტი იყოს, მე გენიოსი იყოს, შესაძლებლობაც ჰქონდეს და ბრძოლის ჟინიც ჰქონდეს, ამაზე არ არის ლაპარაკი, იყოს უბრალოდ ეროვნული ადამიანი, რომლისთვისაც სამშობლო მეტი ღირებული არის, ვიდრე მისი პარტია და მისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები არ დადგება სამშობლოზე მაღლა. მე ასეთ ადამიანს არ ვიცნობ. ვერ ვხედავ სამწუხაროდ. ერთადერთი რასაც ვხედავ, ესაა გახრწნილი, გადაგვარებული ბანდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სინდიკატი, ხელისუფლება ეგრეთ წოდებული იქნება თუ ოპოზიცია იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. სექსუალური პოზა 79-ავით რო არიან ერთმანეთზე ტკიპივით და უერთმანეთოდ რო არ შეუძლიათ რეალურად ცხოვრება. აი ამ ხალხის ხელში როგორ დადგურდება ქვეყანა და აი როდესაც ვსაუბრობ ამ ყველაფერს, ჰაერზე ხო არ ვსაუბრობ, კაცო, რასაც ვამბობ თავის მტკიცებულებას ურთავ და ესენი არიან, მაგრამ აი ხალხი თვითონ საზოგადოება უკვე ისე მიეჩვია ამ ტალახში გორიალს და ტალახში ცხოვრებას, რომ ასე გონიათ, რომ თვითონ არაფერში არ არიან დამნაშავეები, თვითონ არაფერში არ მონაწილეობენ. მაგათი საქმე მხოლოდ არჩევნებზე მისვლა და მოხაზვარის ეს სამოქალაქო ვალია და აი არჩევნებით შეიცვლება ყველაფერი და ბოდო რაღაც ეს თეორიების ხრიგინი, აგერ 34 წელიწადია დადიხართ არჩევნებზე, შევარდნაძე იქნებოდა, მაშინდელი ამერიკის ელჩი იქნებოდა, ვინც იქნებოდა, ეს დასავლეთის აგენტურა იქნებოდა, თუ რუსული აგენტურა იქნებოდა, თუ ადგილობრივი მოღალატეები იქნებოდა, ყველა მოგიწოდებდათ ყოველთვის იმას, რომ მოდით არჩევნებზე და ამ ხალხის ტვინში ისე ჩადეს ეს ყველაფერი, დღეს რეუბნები, რომ შენ თუ მართლა გინდა, აი ხო ვერ ხედავ ხო აი პოლიტიკურ ველზე არანაირ ცვლილებას. ღებულობ მონაწილეობას, ხდები სისტემის კვებავი ელემენტი. მიდიხარ შენ, უკეთებ ისედაც უკანონო არჩევნებს და ყველა არჩევნები არის უკანონო დამხობის შემდეგ, რაც მოხდა ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, უკეთებ ლეგიტიმაციას, გააგრძელე შენი ცხოვრება. თუ გაიძულებენ და სამსახურიდან გაგდებენ და შეერწყულვარ სტოვებენ და იძულებული ხარ, რომ წახვიდი ახლა ყველას გმირობას ვერ მოთხოვ, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ აქ გამომიხტები მე და მე დამიწყებ სიმართლეზე იმის ლაპარაკს, რომ ეს თურმე 100 არაა და არჩევნებზე უნდა იარეთ, კიდევ დიდხანს ივლით არჩევნებზე და ეს უბედურება არ დამთავრდება და გააგრძელებთ ამ უბედურებაში ცხოვრებას და ღირსიც ახართ.
და უფრო მეტიც უკვე ხალხი მიეჩვია ამ მაზოხისტური მდგომარეობას და ის რომ იმედი რომ რაღაცა შეიცვლება, არც ბრძოლიჟინი აქვს, არც სურვილი აქვს და არც არაფრის, უბრალოდ ეხლა დებილი და ბრმა და ყრუ უნდა იყო ადამიანი, რომ უკვე ფიზიკურად რო არ გრჩება ქართველი, უკვე ხელის ცეცებით რო გეწყება შენ სამშობლოში ადამიანის ძებნა, აი ამას რო ვერ ხედავ, ხო? ყრუსო ცოლი მოუგდაო და ვერ აგებიებენო, კაცო და ერთმა უთხრა რომ მივა სახში და გვერდში არ დაუწვევაო, ხო გეიგებს რომ მოუგდაო და ეს ხალხი მაგასაც ვერ გებულობს რა. ამასაც ვერ გებულობს ელემენტარულად, რომ აი ადრე თქვა კორპუსში რო ცხოვრობდა ის რა ქვია რაჭველი, აჭარელი, მეგრელი, იმერელი, რა ვიცი, დევნილი, კახელი, აი სოფლელები დაიბრძოლა თბილისშიო და ქართველს ვერ იტანდნენ სხვა კუთხიდან ჩამოსულს და ახლა ბიჭო პანჯაბელი, ინდუსი, ირანელი, რა ვიცი, არაბი, უკრაინელი, რა ვიცი, ჩინელი, რა ჯულის ხალხი დგინდა გავსებულია და ამაზე პრეტენზია არ აქვს ხალხს. ხო და ახლა ეგეთ გამოყრუებულს რა უნდა ელაპარაკო პრინციპში, მაგრამ ზოგადად ვამბობ რა, ის ამას როგორ ვერ უნდა ამჩნევდი ადამიანი, ხო? და ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფრის არის ის, რომ საერთოდ გამოაცხადო, აი, ბოიკოტი, ახლა ამათმა რო დაიწყეს ბოიკოტის რეჟიმი ეს პარტიებზე რო გაცვალოთ ახლა როლები ნაცები რო დასვათ, იქ ყველაფერი კარგად იქნება ნაცებისთვის და ხოცებისთვის იქნება გლახად და ახლა ვინც ხელისუფლებაშია, იმას კარგად აწყობს ყოველთვის არჩევნები მადროს ყოველთვის ლეგიტიმური და კარგადაა და ისია ხალხიც და ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც გაქვს სურვილი რომ რაღაცა შეიცვალოს, საერთოდ დაანებე თავი მიუშვი და როდესაც ექნება აი ამ რეჟიმებს ლეგიტიმაცია მოსახლეობიდან და ხალხი არ აღიარებს არჩევნებს და არ წავა არჩევნებზე, აი ასეთ შემთხვევაში კიდე რაღაცა შეიძლება გააკეთონ საკუთარი ხალხისთვის. რაღაცა, აი საარსებო მაინც მიცენ დაფიქრდნენ, იმიტომ რომ ეხლა 30% მიდის არჩევნებზე, 30-დან 15% ირჩევს, ასე რომ ვთქვათ, მას მართველ ძალას და 15% მერე მართავს იმას, რა ქვია, რეალურად ემას ქვეყანას და აი ამ უბედურებაში არის რა ჩვენიერი. და აი რაზე მინდოდა, იცი, აი რისი თქმა მინდოდა. აი ელემენტარულად შეხედეთ, ეს ახლა სულ ამაზე ვსაუბრობდი და აი ყველას მინდა აი უთხრა ბიჭო, აი ეს პირწავარნილი ქოცი რო არის, ახლა პირწავარნილი ახლა გაკაფული ქოცი რო არის, ხო? გამოვიდეს თუნდაც იმ გაკაფულმა ქოცმა და აუხსნას უბრალო ადამიანს აუხსნას თუ რას წარმოადგენს ახლა ეს ხო სტატისტიკაა და ოფიციალური სტატისტიკაა და არავის არ იმას უქნია, რა ქვია, აი პრეზიდენტი, აი გასაგებია პრეზიდენტს უნდა კონდეს ამდენი, პრემიერს უნდა კონდეს ამდენი, პარლამენტარს უნდა კონდეს ამდენი, მინისტრს უნდა კონდეს ამდენი, მინისტრის მოადგილეს უნდა კონდეს ამდენი, CSKO-ს თავმჯდომარეს უნდა კონდეს. აქ კიდე შეტანილი არა სხვათა შორის ეგრეთ წოდებული საპარტნიორო ფონდის და სემეკის და ამათი ხელმძღვანელები, რომელსაც 28,000 და ეს საგანელიძე ღორი რო ყავთ, რა ქვია, დაყენებული ამდენი ხანია და აი აქ ჩვეულებრივი ხალხი, რომლებსაც შემწეობა ბავშვებზე 200 ლარი, 100 ლარი, მარჩენალ დაკარგულზე იმაზე, აი რა, ომის ვეტერანზე 100 ლარი, დევნილზე 45 ლარი. ახლა რო გამოდის ვიღაცა დებილი, აყროლებული ქოცი და გეუბნება იმას, რომ აი უკეთესია. იცხოვრებს ვინმე საქართველოში მაქსიმუმ 70 წელს გადაცილებული პენსიონერი 450 ლარად. ეს ხო არის დაახლოებით სადღაც 150 ევრო. 150 ევრო, ნუ დასავლეთში საერთოდ გარბიან, ერთი დღის სამუშაო ფული არის. ერთი დღის. ახლა 450 ლარად ვინ იცხოვრებს, ხო? 45 ლარად ვინ იცხოვრებს, ხო? ელემენტარული. და გამოვიდეს ახლა ვინმემ და გამცეს პასუხი, რომ ხალხი მასა, რომელიც 45 ლარზეა, 100 ლარზეა, 200 ლარზეა და ასეთ დახმარებებზეა და ამათ ხელფასი აქვს რამდენი, გამაგებიოს ვინმემ, როგორ არის ეს ხალხი კმაყოფილი, რომ მიდის და ირჩევს აი ესეთ ნაგვებს,
ირჩევს ხელისუფლებაში, რომლებსაც ეს ხო მათი ხელფასებია. ახლა ამას დავუმატეთ პრემიები, ამას დავუმატეთ მივლინებები, ამას დავუმატეთ საშვებულოები, შვებულებაში აღებულები, რა ვიცი, ჯილდოები, ოხრობები, მომსახურებები სახელმწიფოდან დაზღვევა იქნება თუ დაცვა იქნება მათი ოჯახის თუ მანქანით მომსახურება იქნება თუ თანხა მარტო სამსახურზე ხო არ იხმარენ თავისი ოჯახის საქმეებზე და არ ბენიებენ თავის ბრძოლებს აღმა-დაღმა. ერთმა იცის რა, უნდა ჩახედო ერთი ამათ ბენზინებში რამდენი ეხარჯებათ და იმაში რა ქვია. ერთი ბენზინის ბაკის ფასით დაისტუმრებენ ერთ 10 პენსიონერს იმაზე რა ქვია. ერთი წლით, მაგრამ ამათ სინდის ნამუსი სადა აქვს. ხო ახლა თუ ახლა რომელიმე ესენი ხელფასზე ცხოვრობენ და ხელფასზე ცხოვრობს რომელიმე კოცი, რომელიც პარლამენტშია, აბსოლუტური უმრავლესობა მაგათი არიან მილიონერები, აღარ იციან ეს ფულები სად წაიღონ და არიან დასაკრეშავად და აი ქვევით ყავთ, აი თქვენ მოგმართავთ კოცებო, აი ბიჭო თქვენ დედა შევეცი მე, აი ელემენტარულს გეუბნებ, ასე რამ შეგაზიზღათ თქვენი ერი, ასე რამ შეგაძულათ თქვენი ერი, ჯერ ერთი ასეთ სიღატაკეში ამყოფებთ. ასეთ გაჭირვებაში ამყოფებთ. გაქცეულია ნაწილი აწი გამორბის კიდე ქვეყნიდან და კიდე თავს ამადლით და კიდე ტერორად ყავთ დაყენებული ჩვენ თუ არაო ნაცები მოვლიან. ახლა ამ გაღატაკებული ხალხისთვის თქვენ იქნებით, ნაცი იქნება, ვინმე ჯანდაბა იქნება, ოხრობა იქნება, რას ცვლის? რას ცვლის? ნაცების დროსაც ასე გაჭირვებული იყო ეს ხალხი, თქვენ დროსაც ასე გაჭირვებულია ერთად. კი ბატონო, კი, მასე წერია ზუსტად. მასე წერია ზუსტად 70 წლის ზემოთ 450 ლარი. ხო, აი რა მნიშვნელობა აქვს ხალხო? ხო? ერთადერთი რომ არ მოკლავთ, არ გაწამეთ, შვილს არ დაგიჭერთ, ამას არ დაგიჭერთ, ამას იძახით, რომ არ გჭირდება ჯერ ამისის. და აი მე ელემენტარული იცით, აი ამ ხალხს მინდა მივმართო. აი ზემოთ ვინც არიან ეს ბოზიშვილების უყველა და ეს ჩინოვნიკები და დაწყობილი ერთი მეორეს მიყოლებით, აი ამ ბოზიშვილებს ირჩევთ თქვენ, მასა. აი გაჭირვებულების. ბიჭო, მაზოხისტები თუ არა ხართ, სადისტები თუ არა ხართ, თუ თქვენი თავი არ გეზა, აი თუ ელემენტარული პატივისცემა გაქვთ საკუთარი თავის. რა გინდათ არჩევნებზე? რას გიკეთებთ ეს მთავრობა? აი ელემენტარულს გეტყვით, განსაკუთრებით იმ ხალხს, რომელ ხალხსაც შვილები გადახვეწილი ჰყავთ და ოჯახის წევრები გადახვეწილი ჰყავთ ემიგრაციაში. და თქვენი დარჩენილების არსებობა თავიდან ბოლომდე ემიგრაციასაა გაღებული. თქვენ რაღა ჯანდაბა გინდათ? რა გინდათ? კმაყოფილები ხართ? არ არსებობს ოჯახი ემიგრანტი რო არ ყავდეს. კმაყოფილები ხართ? ხო ხართ უკმაყოფილები? აბა რა ჯანდაბაზე დადიხართ იმ არჩევნებზე? ელემენტარულ კითხვას უსვამ ახლა მე, რა იცი მთავრობას და ამათ ბევრ ამას დააბრალებენ, ბევრ ამას აფუჭებენ. ფაშისტები არიან საკუთარი ერის მიმართ. საკუთარი ერის მიმართ ჩამოყალიბებული ფაშისტები არიან, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. თქვენ თავმოყარეობა, აი რაღაცა ნასახი, შეგნების ნასახი, მართლა კმაყოფილები ხართ? არ დავიჯერო რომ მართლა კმაყოფილები ხართ ამითი? თქვენი ბრალი არა, იქ ერთმა დამიწერა გუშინ რომ ვინცო 41 ხაზავთო ჩვენო ყველა კოცები არა ვართო. ბიჭო, კოცი თუ არა ხარ, რატო ხაზავ? რა აქვს მოსაწონი? რა აქვს მოსაწონი კოცობას? რატო მიდიხარ და რატო ხაზავ? და რატო არ გინდა რომ გადგე გვერდზე? აი ელემენტარულად გადგე გვერდზე და უშენოთ, შენ მაინც არავინ გეკითხება ქვეყნის მართვას და აი ამ ვირთხის დღეში ყავხარ, აი ამ ხელფასებში ყავხარ. ასე გაჭირვებაში და გაღატაკებაში ყავხარ. და რატო არ გინდა გვერდზე გადგე და დაანებო თავი არ მიიღო ამ ყველაფერში მონაწილეობა? მე ბოიკოტს, ესენი ახლა ალაპარაკდნენ ბოიკოტზე. მე ბოიკოტს არჩევნებისას ვიძახი, მას მე რაც თავიდან ბოლომდე შევისწავლი მაგ საარჩევნო სისტემა. და თავიდან ბოლომდე მაგ შესწავლილი რა ხდება, მაგ ხალხმა აი ამ მასამ არჩევნები ჭირდება ვის იცით? ვისაც ფული აქვს. არჩევნები ჭირდებათ ამ ბოზიშვილებს, ვინც იყრიან. არჩევნები ჭირდებათ აი ამ ხალხის ძარცვით დამდიდრებულ ვირთხებს, ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენებს. არჩევნები ჭირდებათ აი ამ ყველა უბედურ ადამიანს რა. ყველა ნაგავს, ვისაც ხედავთ, თქვენ ყველა ჭირდება არჩევნები. ვინც გაგიმწარათ ქვეყანა. თქვენ არ ჭირდებათ. მე არ ჭირდება, არაფერში არ ჭირდება ჩვენ ეს არჩევნები.
ხო და ნუ უწყობთ ხელს ყველაფერს ნუ დააბრალებთ ხალხო იმათ რა ქვია მთავრობას თქვენ ტვინი არა გაქვთ თავში იმ პენსიას მაინც მოგცემენ ნუ გეშინიათ თქვენ და ხა თავმოყარეობა და ღირსება თუ გაგაჩნია ადამიანს აქ უკვე ზედმეტია ლაპარაკი იმიტომ თავმოყარი ადამიანი და ღირსეული ადამიანი ამდენჯერ თავს არ მოატყუებიებს ვიღაცას აი მე-13 წელიწადია დამდგარი და ასრულებენ ნაციონალურ მოძრაობას და ვერ დაასრულეს. ახლა არჩევნებამდე უნდა დაესრულებიათ, ახლა არჩევნებში კიდე ერთ შანსს მიცემენ. ახლა ეს დამთავრდება, ახლა იმას აკრძალავენ. ახლა აგვისტოს ომს გამოიძიებენ, ახლა ეს არ დამთავრდა ეს ტყუილი რა. არ დამთავრდა, ხო? რატო უნდა იყო დებილი, რომ სახელმწიფო საკუთარ ამას ქვია სახელმწიფო ტერორი. რასაც ქოცები ჩადიან საკუთარი ერის მიმართ ამ წლების მანძილზე, ამას ქვია სახელმწიფო ტერორი. იმიტომ რომ აშინებენ მოსახლეობას, ჩვენ თუ არა საშველი არაა და დამნაშავეები არიან, მოღალატეები არიან, მაგრამ დამნაშავეებს და მოღალატეებს ვერ სჯიან. და ამიტომ თქვენ უნდა იჯდეთ, უნდა უყუროთ და ჩვენ თუ არა ასეთ. დააჯერებთ ზიგო სახში საერთოდ არ წახვით. ეხლა რა შეეხება თვითონ აი ამ კლოუნადას, რაც იქ მიმდინარეობდა აი ამ ვაჟბატონის იმაზე რა ქვია აი და ეს ოჩოპინტრეც იქ იყო მისული აი ოჩოპინტრე და თავისი ახალი ქოც ელიტა რომელიც იქ ზის აი ხალხზე მაგ ლაპარაკი რატო იცი ბიჭო ეს ქოცებიც ხო ხალხიდან დაკომპლექტებულები არიან ხალხიდან ხო არიან დაკომპლექტებული როგორი უთავმოყარეო ხალხი არიან რა აი ესე ქოცს რო გავიგონებ აი ქოცი როა ის კი არა ახლა ვინცაც აშინებული და დატერორებული როა და მიდის და ხმას აძლევს შეშინებული აი ქოცი პროპაგანდონი რო არის რა აი იმენა პროპაგანდონი ქოცი რო იძახის რო ბიზნამ ქვეყანა გადაარჩინა ქოცებმა ასე აგვიყვავა ქვეყანა ეკონომიკა იზრდება უფლებები კატეგორიაზეც ამაგ ლაპარაკი აი ავტომატურად მინდება ესე იგი დედის გინება იმიტომ რომ არ შეიძლება ისევე როგორც ნაცზე სხვათა შორის იმიტომ არ შეიძლება ადამიანო არ შეიძლება შენ ხედავდე ირგვლივ შენ ერს უჭირს შენ თუნდაც კარგად ახარ და მაძღარი ხარ პატიოსანი არ ახარ დაძირალავი ხარ და მაშინ რითი განსხვავდები შენ იმ ნაცმოძრაობის აქტივისტებიდან რომლებიც 2012 წელსაც იძახოდნენ რომ მიშა მაგარია და დღესაც იძახიან მიშა მაგარია არაფრით არ განსხვავდები იმათგან შენ და აი რა მინდა ამ ხალხს უთხრა იცი ძალიან შეუმცირდა თქვენს იმას რა ქვია მამა მარჩენალს წრე აქვს ძალიან შემცირებული ჯერ 2012-იანები ვინც გვერდით ედგა საერთოდ ბიზნა ივანიშვილს და ქოცებიც არ იყვნენ მე პირადად ვიტყვი ჩემ თავს ღმერთთან დამიფაროს პარტიული და ქოცი ყოფილიყავი გვერდით ვედექით იმისთვის რომ ცვლილებები მომხდარიყო და ის წათრეული ვინც პარტიულები იყვნენ ელემენტარულად ხო ვინც პარტიაში იყვნენ ვის ხედავთ რომ პარტიული შემორჩა ვინმე ბიზნა ივანიშვილს აი ელემენტარული აიღეთ რომელი თანამებრძოლი შემოირჩინა გვერდით ერთი ადამიანი მანახეთ ვის რა დამსახურება აქვს იმაში დღევანდელ ქოცელიტაში ვინც არიან რომელს აქვს დამსახურება იმის რომ ისინი 2012 წელს მოეწყრნენ ხელისუფლებაში ყობახიძეს საერთოდ კაცი შვილმა რო არ იცოდა ვინ სიკვდილი იყო აი მე რომ მოატრიეს რაღაციდან დინარაძეს რომელიც ვანო მერაბიშვილის ოჯახის ადვოკატი იყო ამას პაპუაშვილს კაცი შვილმა რო არ იცის სად იყო თუ რომელს კაცმა ვერავისთან ვერ მოაგუა მისი უერთგულესი ადამიანი იყო არ მაინტერესებს სიმართლე გითხრათ იცი აი ნახდათ არ მაინტერესებს ღარიბაშვილი არის ნაგავი აი თქვენ რო იძახოთ და აი ჯიგარი ღარიბა მაგარია და ესა და მაშინაც ვამბობდი რომ ნაგავი იყო და ახლაც ვამბობ რომ ნაგავი იყო უბრალოდ აი ამას სეთურს ვეუბნები სეთურს და მის ფლანგს აი ელემენტარულ ლევანა არ გვინდა ეხა მაგ თემაზე 60% და ის რო იყოს საერთოდ ნორმალურ ქვეყანაში
ნორმალურ ქვეყანაში ძმაო ხო უნდა იყოს ბარიერი, მინიმალური ბარიერი, თუ იმდენი ადამიანი არ მივა არჩევნებზე, არჩევნები ჩატარებულად არ უნდა ითვლებოდეს. საქართველოში ორი კაციც რომ მივიდეს ჩატარებულად ითვლება. მაგაზე არ მინდა ახლა ლაპარაკი დავამთავრებ, მალე უნდა წავიდე. ელემენტარულს ვეუბნები რა, აი თქვენ გეუბნებით ხოცები. აი ხა ის ზუკნა რო ყავთ ამათ ეს ჭღარკავები და ისინი რა. ელემენტარულს ვამბობ. ბიჭო, წინა ქოცობაზე და საერთოდ მთელი ქოცობის მთელი ეს გამправებლები რო ხართ რა. ყველა რო გარბოდით და ესეთი ქოცური შეკრებები რო იყო, არაფრის შემოგევლეთ. უბრალოდ აზრი არ მინდა რომ გამიწყდეს, მე ბოლოში მირჩევნია რომ კითხოს პასუხი გავცე. ბიჭო, არც ერთი ქოცური შეკრება არ იმართებოდა, რომ თქვენ არ გაქცეულიყავით და არ ჩახუტებულიყავით ღარიბაშვილს და ღარიბაშვილის სურათები არ ქონოდათ აკოთებული Facebook-ზე, რომ აი რა ჯიგარია ღარიბა და ბიძინას ერთგულია და მის გვერდში ვართ. და როგორ ამაყობდით? აი მაგარი კაცია პიდარასტები არ ევასება მთელი ამდენი. როგორ ამაყობდით გომელაურით? როგორ ჩამოკიდებული ეს ზუკნარო ეს ჟღარკავა განსაკუთრებით ეს უცვლელი პოლიტიკური კახპარი, ამიტომ ყოველთვის რჩება, სანამ წიხლითაც რო გააგდო, ხო, მაინც არ მოგცილდება. აი გომელაური. ლილუაშვილს რო ჩამოეკიდებოდნენ. აი ლილუაშვილი, ჩვენი მცველი. ახლა ამ ქოცობაზე. ბიჭო, არც თქვენი ლილუაშვილია. არც თქვენი გომელაურია, არც თქვენი ღარიბაშვილია, თქვენი ჯიგარი. ელემენტარული კითხვა არ გიჩნდებათ? ჩემ სიცოცხლეს გავცემდი და ჩემი ირაკლი და ჩემი ნუნუკა ისე მიყვარს. აი ამ გამправებლებს გეუბნებით, ბიჭო, კაცობაზე და ვაშკაცობის მაგალითად რო გამოგყავდათ ეს გამოსწირებული. ეხლა რო იდი ნახვია გაკეთებული და შეიძლება ხვაზე დაიჭირონ. მართლაც რო დაიჭირონ ღარიბაშვილი, ამან სერიოზულადაა ლაპარაკი. თუ დაიჭერენ, მოსწყნია ორი პატრონი. ერთი წამით არ მენაღულება. არ მენაღულება, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთა ღარიბაშვილმა თავისი მმართველობის პერიოდში, რომ ეროვნული ძალები ყველაფერი განადგურებული იყო და გაფარჩაკებული. ყველაფერი გააკეთა და ისეთ ეგრეთ წოდებულ ყვეროვნულებზე ქონდა სტავკა დადებული, რომელიც აი გულის ამრევი რო არიან რა, აი დღესაც და მაგაცაც მინდა 1-2 სიტყვა თქვა. აი ამ კატეგორია ხალხს მინდა გითხრათ რა. ნუ გახჩოზე, ახლა კაცო, გახჩოზე არა მაქვს ლაპარაკი, ვახტანგ, არც გახჩოზე მაქვს და არც ხვებზე არა მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ ისეთ ტრადიციას მივეჩვიეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოყავს. ჯერ ის შემოულაწუნე მოყავს, მე ამ შემოულაწუნე რო იყო, რა ქვია, მარგველაშვილი, ხო, პრეზიდენტი იყო, კაცი და გვარს ძლივს ვიხსენე. ერთადერთი იმით დაამახსოვრა ერს თავი, რომ დიდარი სექსუალური გამოცდილება ქონია. ბიჭო, აი ელემენტარული იქედან მოყოლებული. თუ ვინმეს მოიყვანდა ეს ოჩოპინტრე, ყველაზე ამბობდა მე რომ განსხვავებული ხასიათი გამოავლინა, განსხვავებული ხასიათი გამოავლინა. ყავდა თავისი უერთგულესი წრე. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ის მისი დაცვის უფროსი ერთგული სულთანის ძაღლი. ვინც იყო ეს გომელაური და ესენი ყველა ჩამოკიდებულები იყვნენ ამ ტრიადაზე. ვაიმე, ახლა რო არა ეს კაცი და კაციშვილი რო არ ახსენებთ, კაციშვილს რო პროტესტი არ გიჩნდებათ, Facebook-იდანაც რო შლით სურათებს და ჩემი ირაკლი, ჩემი ვახტანგი. თქვენ აი ეს გულის ამრევის საზოგადოება ახლა რომ მიდიხართ, ახლა ახალი ირაკლი ყავთ. ახლა ახალი საკყავთ, ვახო ყავთ ახალი, აი ასეთი გულის ამრევის საზოგადოება რო ხართ ხოცები ბიჭო. მაგის დედა რაღაც ადამიანობა ხო არსებობს. რაღაც ადამიანობა ხო. ბიჭო, ყველა პრობკას როგორ უნდა მოერგოთ თქვენი დედა შევეცი. ერთი ვინც დარჩა მაგ ივანიშვილს, დარჩა კალაძე. გეტყვით რატოს დარჩა კალაძე? კალაძე მაგის ბიზნეს პარტნიორია და კალაძის მოცილება ბიზნესში შეუშლის ხელს. იმიტომ ის პროგრეს ბანკები და ესენი კალაძესი მაგან იყიდა და ერთად აქვთ ის ენერგეტიკის მინისტრობის დროს კიდე იქ აზერბაიჯანიდან რაც გაზი შემოდის, ნავთობი, დენი, ერთად არიან გარეული ამ იმაში და ვერ იცილებს ჯერ, იმიტომ რომ დიდი მავნებლობა შეიძლება მოუტანოს. თუ არა
დიდი ხანი ექნებოდა ეგეთ ჩამოცილებული, იმიტომ კალაძე საერთოდ აი ესეთი ნიჭი აქვს, ეს საერთოდ ძალიან ნიჭიერი კაცია. და ვისაც დაავიწყდა ეს კალას სიცოცხლე მაგარი ბიჭია ვაგერა შევარდნაძის ტრაქში იყო შემძრალი მერე იმისი რა ქვია სააკაშვილთან სურათს რა ის სურათი ქონდა გადაღებული ამას და მამამის კალა კაპიტალი ქონდა ჩექმნილი და ერთად იყვნენ და ერთად გულაობდნენ და ერთად მაყუთებს შეულობენ სანამ პურიშჭამა არ აერიათ ერთმანეთში პურიშჭამა რო აერიათ მერე ამისთვის გახდა გლახალს ისა რა ქვია სააკაშვილი და სააკაშვილისთვის გლახა და კალაძე თუ არა ეგერე 7 ნოემბრის აქციები რო დაარბიეს და გადაუარეს და 1000 შეურაცხყოფა მიაღენეს სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში მისული იყო ეგერე და იმას მხარდაჭერას უცხადებდა და ვითომ კითხვის გამო გადაეკიდა კითხვის გამო კი არ გადაეკიდა ფულები ვერ გაიყვეს ერთად ჯიგრებმა აი ამის გამო გადაეკიდა აი გახარიასთან ჩახუტებული აი სალომე ზურაბიშვილთან ჩახუტებული და ერთადერთი ახლა ვინც ყავს შემორჩენილი საერთოდ ამ ბიჭს ისა აქვს რა ქვია ვაზელინობის და პროპკოვის ძალიან კარგი თუ ვერ ხედავ დაჯექის სახში თქვა მაგას გეუბნები მე რო ვერ ხედავ გამოსავალ გაანები არჩევნებზე სირბეს თავი და დაჯექის სახში და არ აღიარო არჩევნებზე და არ მიხვიდე სამ გამოსავალს ვერ ხედავ თუ ვერ ხედავ რაზე მიდიხარი არჩევნებზე თუ ყველაფერი იცი რაღაც მალაპარაკე აი ეს საკითხი ამიტომ არის ჯერჯერობით რომ უამრავი წილები და უამრავი ფულები არის ამათში ერთმანეთში არეული დარეული ამიტომ ვერ იცილებს ამასაც მოიცილებს ამას მოიყვანს ახალ კამანდას მე იმ ახალ კამანდასაც სხვა იმით მოიცილებს და მადლობელი იყავით ამდენი რო გაშოვიეთო ყველას გასვრის საერთოდ ივანიშვილს ესეთი მართვის მეთოდი აქვს მოიყვანს ამ ხალხს აბსოლუტურად ყველას ვინც იყო თქვენი ჭირი მეთქვა შევარდნაძისეული მეთოდია ზუსტად შვილო ოპერაციისო და შევარდნაძე ვისაც შვილოს დაუძახებდა იმას დედა აღარ ყავდა შავდღეში იყო ჩავარდნილი ვისაც შვილოს დაუძახებდა დააწინაურებდა და მერე დაიჭერდა ზუსტად იგივე ერთ-ერთი გადაწერილი ტაქტიკა აქვს ამას და აბსოლუტურად ყველა უნდა ყოფილიყო გასვრილი აი ამ დანაშაულებრივ ემაში რა ქვია სინდიკატში ამიტომ ივანიშვილი ამათ აძლევს საშუალებას მოიპარონ კორუფციული გზებით და უერთგულონ პარტიას, მაგრამ საქმეზე რომ იდგება მე აი ამ კორუფციით, აი ამ მოპარვით, აი ამ ნეპოტიზმით, ამ უბედურებით მე უძებ კრუჩოგზე ყავს წამოგებული და ეტყვის აბა მოდი ახლა შენ ამდენი მოიტანე ეს შენ რატო გააკეთე ის რატო გააკეთე ასე გააკეთე და თუ არა და დაგიჭერ ახლა გახსენდა თურმე ღარიბაშვილის კადრების და იმათი კადრების დაჭერა თავდაცვის დროში ვინცა დასაჭერი იზურია პირველი ყავთ დასაჭერი იზურიას კაცშვილი არ იჭერს არა ჯერ მაგაზე საქმე იმიტომ რომ იზურია რო იყო და ჯარს რო ძარცვავდა და იმაშვებოდა რა ქვია იქ მშენებლობით რო იყო დაკავებული კიდე და თავის ბინებს რო აქირავებდა იმგენზე იქიდან წილის მიტანა კარგად იცოდა ბიზნესზე და მიაქ ახლაც და ელჩი იყო და უცხოეთშიც კიდე თავისი კანალები აქვს დარჩენილი თქვენ არ აგაქვთ ამ კანალი ხო და აი რატო ვლაპარაკობ იცით ამ ყველაფერს აი ესეთ ნაგავძალასთან რომ მიდიხართ და რო არაფერი რო არ გახსენდებათ არც ის თქვენი მეგობრები არც ის თქვენი სალოცავი ხატი ჯიგარი ღარიბა ეს მერე გამოდიხართ აქეთ და ვინც არა თქვენი მომხრე იმათ უწყებთ იგი ყველა ნაცი და დედამოტყნული ხართ თქვენ და თქვენი ლიდერი იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ვინმეს თუ ავიწყდება როგორაც კახიკალაძე იყო სააკაშვილის მხარდამჭერი ისე იყო ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერი 2007 წლის მერე იმისი რა ქვია სააკაშვილის და რაც არ უნდა იძახოს რომ მე რო ეს ვნახე მე რა დახმარება შეუწყვი და დაწყებული ყველა დაფინანსებულ პროექტებს უფინანსებდა და მისი ცოლის რადიოს და ფონდებს და იმგეს ივანიშვილი აფინანსებდა და უამრავ რაღაცებს ასის წულელეს ლაპარაკობ და მაგის ზღაპრების ვისჯერა ისო შვილმა მითხრაო რომ მამაო გადამირჩინე ქვეყანაო და აბაო გულმაო არ გამიძლო ახლა რას გეუნება შვილი მამა ხალხი გაჭირვებაშიაო მამა ხალხს უჭირსო მამა ცუდღეშიაო დაიცალა საქართველოს და აივსო არაბით ინდუსით იმითო ახლა არ გეუნება მაგას შვილის იმნარი ყოლი არა ნაირ შენ აი იქნება მამაზე უკეთესი მithumedes შენ თუ დაგცალდა მისი გაზდა შვილს კი არა შვილიშვილსაც გაათახსირე
ხო და საერთო ჯამში მე ერთი რაღაცის თქვა მინდა, იცი, დავიწყეს ყველაფერი და ისევე ვიტყვი ამ საკითხთან დაკავშირებით იმას, რომ ესა დავამთავრებ ისევე იმით. ყველაფერი ეს რაც ხდება, არის ხალხის ბრალი. მასის. ძირითადი მასის, რომელსაც პირველ რიგში არ გააჩნია თავმოყარეობა. არ გააჩნია თავმოყარეობა, ყველა არის უთავმოყარეო, ვინც ქოცია, ვინც ქოცებშია, აი ელემენტარული პროტესტი არ გააჩნიათ, რომ თუნდაც შიგნით რამდენი რამე ხდება. და იმაზე სულ ზედმეტია ლაპარაკი, რაც ქვეყანაში ხდება, რომ ამის გამო პროტესტი იქნას გამოხატული. ამიტომ ჩემო კარგებო, იქნებით მანამ და სამწუხაროდ საქართველოს იქნება მანამდე ისე როგორც იმსახურებს. და რადო იცით? აი ერთი რაღაცა კარგი შესაძლებელი არის რა. იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში გვანან ისინიც და გავართ ერთმანეთს. ესე იგი ლუშკოვი რო შეცვალეს მოსკოვში, ახალი მერი რომ მოიყვანეს, ასეთი დავალება დაუსვეს, რომ მოსკოვშიო საცობებიაო, პროპკებიაო ძალიან დიდიო, ხო და ამ პროპკებსო იქნებაო მოუაროთ რამენაირად 8 ბალიანი და 9 ბალიანი შეიძლება 5 საათი საცობში იდგეს ადამიანი და ჩამოიყვანეს ამისთვის სპეციალურად ვიღაცა იაპონელი ურბანისტი, რომელსაც უნდა მოეხდინა მოსკოვის მოძრაობის სქემის დაგეგმარება. რომ ეს განმუხტვა მომხდარიყო მოძრაობების. იჯდა ამ კაცმა იმუშავა, არ ვიცი რამდენი ხანი, კარგა ხანი იმუშავა, შეისწავლა დეტალურად მთლიანად მთელი მოსკოვის სქემა და უთხრა, რომ ახლა როგორც მახსოვს, შეიძლება ვცდებოდე, მოკლედო 4 მთლიანად საცობები ვერ გაქრებაო, ეს ისეთი ქალაქი არისო, მაგრამ აი ამ სქემის მიხედვითო 8-9 ბალიანიო ისინიო საცობებიო შეიძლებაო დავიდესო 4-ზეო. და წარუდგინა გეგმა მოძრაობა როგორ უნდა შეცვლილიყო, გზა სად უნდა გაჭრილიყო, ასე ისე და რო გადახედეს ამას ამ კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა უთხრეს, რომ ეს არ შეიძლებაო აქ რომ ამით შევცვალოთო, ისაკით შევცვალოთო, ეს ამით შემოვცვალოთო, იმიტომ რომ თავიანთ ბიზნესებს ისე არ აწყობდათ ისე მოძრაობა და ასე მოძრაობა და მოусვინა ამ იაპონელმა და ასე უპასუხა, რომ თქვენო სანამო მენტალიტეტს და აზროვნებასო არ შეიცვლითო, მანამდეო საცობებიო არ მოგშორდებათ არასდროს. არ მოგშორდებათო. ხო და მე ჩემი გითხარითო და დაიხურა იმ კაცმა ქუდი და წავიდა და აღიარეს, რომ ვერ შევძელითო ამ პროექტსო ჩვენო ვერ გავაკეთებთო. ახლა მინდა ჩვენ ხალხს მინდა უთხრა, აი ვახტანგ გიმიწევს გუშინო აი ეროვნულებმა ეს კალაძეო ააპიარესო და აი ვიცი შემოძმაო ასე მაგას ვამბობ ზუსტად როდესაც მოდის არჩევნები როდესაც მოდის აი ეს ეროვნულად მოაზროვნე ხალხიც ეს ძალიან ეროვნულად მოაზროვნე ხალხი რო არიან მაშინ გაახსენდებათ აბა კალაძეს დაუდგებით გვერდით ბიჭო აბა რა ქვია იმას ალეკო ელისაშვილს ყوار დაუდგებით აბა მეტი არჩევანი არა გვაქვს და მიდის პიარი სანამდე ქართველები სიმართლის თქმას და სიმართლის მიღებას არ ვისწავლით სანამდე და ესა სიმართლე მწარე სიმართლეა და ასე ვლაპარაკობ სანამ სიმართლის დაცვასაც არ ვისწავლით მარტო თქმას მანამდე ნაცები და ქოცები ღირსება დავიწყებულ ხალხს არასდროს არ მოშორდება თავი თელით მისი ცხოვრება და საერთო ჯამში შედეგი იქნება ძალიან ცუდი ან ეს ქვეყანა გაქრება საერთოდ იმიტომ რომ არ არსებობს 34 წელიწადია ასე მართული ქვეყანა და ასე მართული სისტემა ღუპავს ერს, ღუპავს ქვეყანას, იკარგება ტერიტორიები, გადის ხალხი და გადაშენდება ძალიან მალე დემოგრაფია რა დღეშიც ავარდხელ, ან და
უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი, უნდა გადაწყდეს ეს სისტემა, უნდა წავიდეს რევოლუციური ცვლილებები და ეს ჩემიანია, ის იმისიანი, ასე კი არ უნდა მოხდეს, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ამიტომ ყველას წვლილი ამ ყველაფერში და მიეჩვიეთ რა ამ იმას რა. უდანაშაულო აქ არავინ არაა. ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი და ისწავლეთ სიმართლის თქმა და აღიარეთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ფული რო არ ქონდეს, კაცშვილი არ დაუდგებოდით გვერდით. თქვენ იმ ხარეს სახართ, სადაც ფული და ძალაუფლებაა და ასე მარტივად ცხოვრობთ. და მე რეკვნესი ხართ და ნუკნესი ხართ მაინც რა. ბოდიშთ ახლა დაგემშვიდობებით, მან დაიწყო და შეგეხმიანებით მოგვიანებით. ესა სეთურის საზოგადოება.